გვჭირდება ბევრი ადამიანი და ბევრი სკოლა შემოვიერთოთ. შემოუერთდნენ ფაქტობრივად ყველა სკოლის მოსწავლეები ზუგდიდის მასშტაბით, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგებიან ქართული ოცნების, ფსევდოქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. პირველ რიგში ვაპროტესტებთ რუსულ კანონს და თვითონ ამ მთავრობას უნდა გადადგნენ. უნდა გადადგნენ და ასევე არ გაბედონ სკოლებში LGBT პროპაგანდის აკრძალვა. უკვე 7-8 წლის ასაკიდან ებრძვიან რეჟიმს, ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს და რცხვენიათ საკუთარი მშობლების, რომლებიც აქციაზე არ დგანან. შევსახოთ და გავაბაროთ მათ! სირცხვილი! 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 გადატრიალების სქემაში ბავშვების ჩართვამ ბევრისთვის კოლექტიური ნაცები ნაცისტებს გაუდოლა და ჰიტლერ იუგენდი გაახსენა. უწოდოთ ბავშვთან ერთად ბრძანდებით. არა სრულწლოვანთან ერთად ბრძანდებით. როგორ გელაპარაკეთ, მოგიწოდეთ რომ მისი შვილები სწავლობენ ამ სკოლაში და ბავშვის განათლების უფლებას არ ღრეთ. შედიან მშობლების დაუკითხავად, გაყავთ ჩვენი შვილები და ურიგებენ ესეთ რაღაცა საშინელება ბანერებს და დადიან ბავშვები ქუჩა და თან რომ მშობელი არაფრის საერთოდ საქმის კურსში არ არის, ხო საერთოდ ყველანაირ ზღვარს ხდება. მეორეს მენაა ბავშვი სკოლაში მივიდა, გონიამ ჩვენ მშობლებს რომ ბავშვი სკოლაშია მისული, ამ დროს Facebook გვერდზე, მთავარი არხის Facebook გვერდზე ვნახულობთ ჩემს შვილს პლაკატით ხელში. ამ შემთხვევაში მეხუთე კლასელებზეა საუბარი, თუმცა არც უმცროსებს ინდობენ. მოვისმინეთ ვაშადისგან რომ სახშიო შვილებს მოუწოდა და ზოგ შემთხვევაში მოუწოდა რომ სახშიო დაუპირისპირდითო მშობლებსო, დაუპირისპირდითო განსხვავებულ მოსაზრებასო და მიაყენეთ შეურაცხყოფო. ეს საითკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ქვეყნის გახლეჩვისკენ გადადგმული ნაბიჯი. აქ იყო სროლა, აქ იყო კატასტროფა, სამოქალაქო ომი, მაგრამ წინადადება ასეთი და მოწოდება, რომ შვილებო გამოდით და მშობლებს უთხარით, რომ ჩვენ გცხვენია, რომ თქვენი შვილები ვართ. ასეთი მოწოდება საქართველოში ჯერ არავის არ გაუკეთებია. ეს ყველაფერზე უფრო უარესია. და თუ შვილი არ ეტყვის დედას სამარცხვინო ხარო, ნაცაქტივისტები ეტყვიან, როდესაც ის 5 წლის შვილს საახალწლო ნაძვისხის საჩვენებლად მიიყვანს. როგორ თუ მთავრობას და მის დადგმულ ნაძვისხეს არ გმობ. მეწოდება თქვენი ბავშვი თქვენარი აზროვნების დედა რო ყავს. სიცხვილია. სიცხვილი არის მართლა, საციცხვილოდება. და როგორია საამაყო დედა, რომელიც შვილს პარლამენტის დაწვას, პოლიციელების დასახიჩრებას შეუქებს და მოლოტოვის კოქტეილსაც აქციაზე საგზლად გაატანს. ყველაფერს ვესწროდით, რაც ხელში გვხვდებოდა. თქვენ გონიათ, ჩვენ წინააღმდეგობას არ გვწევთ? პატარა რევოლუციონერი. ესა პატარა არის დღეს აქცია. ხანძარი რაც გავაკეთეთ, ანუ ეს ბარიკადები რაც დავწვით. კვამლი ხო აუვიდა იმას საშნელი და მიდის პირდაპირ იმათთან რობოკოპებად. აი ესე რომ ნუ გეშინიათ. ბავშვების შეყვანა კიდე ამ პროცესში არის კიდევ უფრო დიდი ძალადობა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი მომსწრენი გახდებიან და უყურებენ ამ დაპირისპირებას. გადასცეს მათ რაღაცა ეს სოციალური როლი, რომელიც მათთვის საერთოდ არ არის განკუთვნილი ეს როლი. და ისინი აი ამ შიშის გადალახვას აკეთებენ აი ამ საშუალებით ტირიან და მართლა ძალიან შეშინებულები არიან ისინი. მიზანი ახალგაზრდების გაუცხოებაა, ჩამოშორება მშობლისგან, მასწავლებლისგან, მოძღვრისგან, ყველასგან, ვისაც ენდობა და უჯერებს, რომ შემდეგ ლიბერალური ფაშიზმი და ექსტრემიზმი უფრო ადვილად მოახვიონ თავს. სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები, აქ მოდიან ტირილით. ბავშვები ვინც გადაკიდეთ ჩვენთან მოდიან. აქტირიან ბავშვები. ლიბერალი ფაშისტები მამას შალვას ეკლესიაში მიუვარდნენ და საქმის გასარჩევად გარეთ გაიყვანეს. ქადაგებაში პოლიცია რატომ არ დაგმეო? ცოტა დააკლდათ, თორემ ფეხქვეშაც გაიგდებდნენ. კი გადაგებაში. ქვიდა დაუგმეკიდევათ. გავაპროტესტე ბავშვების ცემა, ვინ არ გავაპროტესტა? პირველ რიგში მე ვთქვი და როდესაც გაალახეს ბავშვები გავაპროტესტე. როდესაც ნახეთ ჩემ ინტერვიუ თუ არავის გაპროტესტებული. მამაშალო, ბევრი სასულიერო პირი ქაშვეთანაც იყო ხოლმე დარბევების ქაშვი, როგორ არ ვიყავი ქაშვი და პარაკლისზე ვიყავი ქაშვეთში. გარეთ იყავი? ქაშვეთში ვიყავი პარაკლისზე. ქაშვეთზე ვიყავი, მაგრამ მე ყოველდღე ვიხდი პარაკლისს და ღამისევის ატარებს ის რომ დაძაბულობა და ხალხი ერთმანეთი არ დახოცვა გზა.
ყოველდღიურად ვცვლობ, ყოველ ღამე ვცვლობ და ერთი წუთი არ ვძინებია. მღვდლებს აბულინგებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან, ზოგს ტეხავენ კიდეც და ამით ეკლესიის გაბზარვას ცდილობენ. ხოდა ჩვენს ემოციებს თამაშობენ და ისე უნდა მოაწყონ როგორც ადრე 2000 კი არა 90-იან წლებში მოაწყეს ქართველი ხალხი დააპირისპირეს ერთმანეთთან და იმის მერე თვითონ როგორც ვიტყვიან ამღრეულ წყალში თევზები დაიჭირეს. ერთ-ერთი მეთევზე სალომე ზურაბიშვილია, რომელიც პატრიარქს სუსტს უწოდებს. ეკლესიას კი პრორუსულად მიიჩნევს და მოქმედი პატრიარქის პირობებში ახალზე იწყებს საუბარს. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის პატრიარქის სისუსტე. იმედი მაქვს საქართველოს ეკლესიაც შეძლებს აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი. ნეოლიბერალი ფაშისტები დიდი ხანია ქართული ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ. არ მოსწონთ, რომ ეკლესია ხალხის აზრს აყალიბებს. კონკურენტად მიიჩნევენ და ყველა ხერხით ებრძვიან. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე. რევოლუციურ ტალღაზე კი მისი არმია მზად არის მღვდლებს მუშტებითაც დაერიოს. ჩვენ დავანგრევთ საპატრიარქოს, ახალი თაობა დავანგრევთ რუსულ ეკლესიებს, რადგან კრემლის ფილიალი არის დღეს საპატრიარქო საქართველოში. ეს ომის პარტიის სცენარია და დასავლეთშია დაწერილი. ზელენსკიმ ის ჯერ კიდევ შარშან აღასრულა. პეჩორის ლავრას რუსეთის ჯაშუშთა ფილიალი უწოდა. მათ არ აქვთ უფლება ღვთისმსახლიდან გაგვაძევონ. გუშინ მივიღეთ წერილი გაეროდან, რომ შეგვიძლია დავრჩეთ ეკლესიაში სასამართლოს დასრულებამდე. სამღვდელოება ჯარმა გამოათრია. პეჩორის ლავრის წინამძღვარს კი რუსეთთან კავშირის ბრალდებით ელექტრობორკილი დაადეს და სახლიდან გასვლა აუკრძალეს. არც ერთ ევროპელ ლიდერს საყვედურიც კი არ დასცდენია. იგივე სცენარი აქვთ მზად საქართველოსთვის. მიზანი ეკლესიის გავლენის გაქარწყლება და ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, რაც რუსეთის აგენტობაში ბრალდების ფონზე უფრო ადვილი იქნება. რუსოფილები ხართ თქვენ, ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ, ვინც ამას ლაპარაკობთ. ესა ევროპა ეს არ არის, ევროპა არ არის ძალადობა, ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა. თუ ადამიანი არ გეთანხმება, ამის გამო შენ არ შეიძლება ადამიანი ჩაქოლო და გაანადგურო. არ შეიძლება. კომუნისტები ზუსტებოდა ეგრე ეკლესიაში მოვარდნა, ხალხის მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა, ზუსტად ეგ იყო. ქუჩაში დადგენ ტაძრის წინ და გეძახიან მოღალატე გამოდი ტაძარში რატო შვიდობიანი პროტესტი, აი შვიდობიანი პროტესტი. იგივე ხდებოდა ფაშისტების დროს. ვანდალიზმი ქუჩებში, პასტორების დევნა, ეკლესიებში მაცხოვრის გამოსახულებისა და ჯვრების სვასტიკით ჩანაცვლება, ლიტერატურის დაწვა. მაცხოვრის გამოსახულებიანი რაღაც სასახლის დაწვა არის მათი ტიპური სახე. ჯერ აუტოდაფერა საშინელებაა, ჯერ კიდევ წიგნებს როწვავდნენ ჰიტლერელები. იქიდან გამომდინარე, არ შეიძლება აი ამ აუტოდაფეს შემდეგ, წიგნების აუტოდაფეს შემდეგ მოწყობა მასობრივი დაწვების ცივილიზებულ ქალაქში და მით უმეტეს, როდესაც აი ამ ასეთ მკრეხელობასთან გვაქვს საქმე. ამაზე არ ვფიქრიათ. რაც მიაწოდეს, ის დაწვეს, ხოლო მიაწოდეს ზუსტად ისეთი კუბო, როგორიც მაიდანზე დაწვეს. ასევე მაცხოვრის გამოსახულებით. და აბა საქართველოსთვის სცენარს ხომ არ შეცვლიდნენ. ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. იესო ქრისტეს გამოსახულებით. თუ ადამიანებმა ეს შეგნებულად გააქცევდა, ეს არის მტრობა. ეს სხვა კი არაფერი არ იყო. ლიბერალური ფაშიზმი კრიტიკას არ იღებს, მაშინაც კი, როცა ფაქტის სახეზეა. ამიტომ მამა შალვას ეკლესიაში მიუვარდნენ, იტყუები და გვაბრალებო. იესო დაწვეს რუსთაველზე, იესო დაწვეს რუსთაველზე. სად ნახეთ, მანახეთ, სად ნახეთ. შინეთიდან გამოწერულ კუბოზე იყო იესო გამოსახული. რასაც უეს ხალხს ვისაც უეს. სამაგიეროდ ბაპტისტურ ეკლესიას ეპყრობიან პატივისცემით, რომელიც პოლიტიკური დემარშით არის დაკავებული. ხოლო ამ დღეებში საპროტესტო მსვლელობაც მოაწყო და აქციას შეუერთდა. გმობთ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და საქართველოს ისტორიული არჩევანის ღალატს. დაწერეს სოცქსელში. ცოტა დააკლდათ სალომე ზურაბიშვილის ციტირებამდე. კონსტიტუცია თავზე დაგვახიესო. ჩვენ გვინდა ნამდვილი მშვიდობა, სამართლიანი და თავისუფალი. წერია ეკლესიის განცხადებაში. როგორია ბაპტისტური მშვიდობა, სადაც ყველა ღმერთი ერთია და ის LGBT თემიდან არის. ბაპტისტთა წინამძღვარი ქართველმა გეებმა დააჯილდოვეს კიდეც. პრიზი ქალად გადაცმულმა, მაღალ ქუსლებზე შემდგარმა ჭაბუკმა გადასცა. ჩემთვის ძალიან დიდ პატივი ამ ჯილდოს მიღება.
მინდა წინდაცին მოგილოცოთ ყველას დამდეგი ახალი წელი, შობა. მინდა ყველა დაგვადიდოს ეკლესიაში, შობის ღამისთების წირვაზე, ყველასთვის კარგია. DJ თქვენი წამოიყვანეთ. წარმოვიდგინე საქართველოს როგორი მაგარი განცხადება გააკეთა ამ ხელისუფლებამ, რომ LGBT-ს პროპაგანდა უარყო. ფაქტიურად ჩვენ დღეს ისეთ მდგომარეობაშია საქართველოს თითქოს მთელი მსოფლიო ებრძვის. ასეცაა სინამდვილეში რა, რაღაც საოცარი ხარბოლბარას ქვეშ მოყევით. ლიბერალ-ფაშისტური გადატრიალების მცდელობას, რომ ავანგარდში LGBT თემი უდგას, სიახლე არ არის. შემოდგომის აქციებზე მათი სპიკერები და დროშები იყო წამყვანი. თუმცა ხალხის რეაქციით მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ და ბოლო თვეა ჩრდილში დადგნენ. მაგრამ ჭირი თავს დიდხანს ვერ დამალავსო, ნათქვამია. ვიღაც კაპიშონიანი, შავ-ჩაცმული, მაღალი, წვერებიანი კაცი იყო. მოვიდა ესე ახლოს და ეგეთ რაღაც გააკეთა. ოღონდ ანუ სახის არ შემხები არაფერი. შემაშინა რა ვითომ და წასვლა დააბირა. მეთქი მოაჯვი შეყლეო, შემოატრიალე პეპერსპრეი დავასხი, ჩაიკეცა და წიხლები ურტყი. მიიჯვით, ჩახარით თავები, და მოგეყლებათ კარისტრაკები. ამ აგრესიის გამოხატულება ერთიან მეორე მხრიდან რუსთაველს და პარლამენტს ჯერაც ატყვია. პოლიციამაც იწვნია და დემონსტრანტებმაც, რომელთა ვნების მოტოკვა მხოლოდ წყლის ჭავლით არ მოხერხდა და ვითარებაც კიდევ უფრო დამძიმდა. და ეს მხოლოდ ომის პარტიას აწყობდა. უსამშობლოები წინს, უსამშობლოებს რომ ეძახიან, რომელ სამშობლოზე ლაპარაკობენ, რომელსაც არ ხევენ, რაც შეუძლიათ, რომელ სამშობლოზე ლაპარაკობენ, რომლებსაც ბავშვებს არ თმევენ, აღვივებენ უნდობლობას, უღმერთობას, ურწმუნოებას და რაც მთავარი აჩენენ უფსკრულს ოჯახებში. ეხავენ და ანგრევენ ოჯახებს. ეს არის ყველ დასაწყისი დასასრულის. ყველგან დედამოკითხნებაც მალადეც კი არა ეგრე იქ. იმ სიტყვებით, რა სიტყვებითაც ის გოგოები იგინებიან, ხო? მე არ ვიცი, როგორ შეიძლება რომელ ევროპაზეა ლაპარაკი, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ველურებივით, პაპუასებივით იქცევია. რაც ეხლა ხდება, ეს დაწყმა, ეს დაანგრევა, დამსხრევა, არასოდეს ვაკეში რო აქცია გავაკეთეთ, საბურავი მოიტანეს, რომ გავთმეთო, ზამთარი იყო და ციოდა და ვეხმეწებოდი რომ ასფალტი აქ დაზიანდება მეთქი რომ ამთათაკ და დამიჯერეს მამაკაცებმა დიდი კარგუე, ისეთი აქცია იყო რომ თბილისს მოედო. აქ ქონებაზე და მატერიალურ ფასეულობაზე არ არის საუბარი, ეს არის დამოკიდებულება ჩემი ქალაქის მიმართ. ეს არის დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ. ის სკამი რომელზეც სტუდენტი ჩამოჯდება, ის სკამი, რომელზეც მოხუცი ჩამოჯდება. ქონდა ზრდილობა, კულტურა, მართლა გვიყვარდა სამშობლო. რა სიტყვებს წერენ, როგორ მომმართავენ, ისე რომ არ იციციან, ვინ ვარ, რა ვარ. მთელი სოფლიო ხო არის გაგიჟებული და საქართველოს აი ამ საგიჟეთის კიდევ ერთი ძალიან მძიმე ფილიალია. იმიტომ რომ 7 საუბარი არის შეუძლებელი და პიროვნება არის განადგურებული. პიროვნული აზრი არსად აღარ ისმის, უკაცრავად ეხლა ძალიან ნერვიულო. ცუდად ავარ ამ ყველაფრის გამო და არსად აღარ ისმის ეს პიროვნული აზრი. მასა უგუნ და რა თქმა უნდა, ეს სპეციალურად კეთდება, რომ დაძაბულობა და ფსიქოზი შეიქმნას. ომის პარტია ამ მიზნით სოცქსელებსაც ინტენსიურად იყენებს და ნაცმედიასაც, ხოლო იქ, სადაც მშვიდი საუბარი და საღიაზრი ისმის, ობსტრუქციას აწყობენ და ეთერში უვარდებიან. ძალიან გთხოვთ, ახლა ყველა გაჩერდით. უმორჩილესად გთხოვთ. ეს არის სტრატეგიული ობიექტი, რამე გაუგებრობა რომ არ მოხდეს და გუშინდელი უბედურება რო არ გადატრიალდეს თავიდან, ეთერს ვაძლევთ ამ ხალხს. თითქოს ეთერი აკლდათ ან სივრცე სოცქსელებში, მაგრამ ჭირდებათ, რომ ყველგან ისტერიკა ისმოდეს. ეს ქაოსსა და რევოლუციას ეხმარება. მით უმეტეს თუ ამ როლს პროფესიონალი მსახიობები იკისრებენ. აი ეს არის რუსეთის გზა და განდგომა ქართული ეროვნული და ევროპული გზისგან. ამიტომ ვიტყავთ, რომ ეს ხმა ისმოდეს ამ ეთერიდან. როდემდე უნდა დამიდგეს წინ ფოიეში ბრბო, რომელიც თქვენ დაგვიყენეთ დღეს. რომელიც გამოცვიდა აღშფოთებული გველაპარაკებოდა იმაზე, თურმე აი ჩვენ სხვანაირად მუშაობთ, როდის მუშაობთ სხვანაირად. ეს პროცესები ძალიან დიდი რეჟისორის ჩაფიქრებულია ძალიან დიდი ხნის წინ. ეს რეჟისორი იმდენად დიდია, რომ
აგებება როგორც თორეა მიატოვეს და შეუდგენ ამ რეჟისორს. ხალხი ვინც არიან, გინდა მსახიობები და უამრავი ხალხი არიან ჩარეული, ესენი თავის სინდისთან მართალი ადამიანებია, მათ გონიათ სიმართლეს ემსახურებიან, მაგრამ სინამდვილეში ვინც ქართველ ხალხს აპირისპირებს ერთმანეთთან, იგია ბოროტი და რა თუნდა ამას თქმა. შეტევაში ჩართეს ნაც ჟურნალისტებიც, რომლებიც პროპაგანდაზე სახელმძღვანელოებს უნდა წერდნენ და პროპაგანდას სხვებს ედავებიან. ნამდვილი ხალხის ხმა გაისმება და პროპაგანდას არ ექნება ადგილი ხალხო. მოწამულ ტვინებს არ ექნება იქ ადგილი. ეს თქვა და იქვე ჩაუხშო ხმა დაუგეგმავ გამომსვლელს, რომელსაც მისი ნაც პროპაგანდა თავისუფალ სიტყვაზე სიმართლე ეგონა. ხარ ბატონებოდი და ბატონებო. დღეს რუსეთი ისე დღეში არის, რომ საქართველოს მიღმა არის რა. ჯირკვალი და რაღაც იმით თანებრებით არის. ხალხის ხმა ნაცმედიაში მართლაც არ ისმის. მათი, ვისაც ომი, ცეცხლის წვიმა და ნაცმოძრაობის კარგად გამოცდილი ტერორი არ უნდა. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ომის პარტია თბილისიდან გზავნის ბრიგადებს აქციის მსგავსი სცენების მოსაწყობად. აქციის მონაწილეების მოთხოვნა რა არის? არ ვიცი. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა რა არის თუ ვიცი? არ ვიცი. არ მიმაჩნია მე საერთოდ სწორად აქციები. არ მიმაჩნია და ყველა არ გამოგაჩნია. ის მონაწილეთა მოთხოვნა რა არის თუ ვიცით? არც ვიცი და არც მაინტერესებს. არ ადევნებ თვალს არ იცით აქციები რომ იმართება, აქციის მონაწილეთა მოთხოვნა რა არის თუ ვიცი? აქციის მონაწილეთა მოთხოვნა რა არის? არ ვიცი, ჩემო ძირფასო ვერ ვადევნებ თვალყურს. არ გაინტერესებს? მაინტერესებს, ანუ ვიცი ზოგადად, მაგრამ კონკრეტულად რა სიტყვენ მე არ ვიცი. ჯანდაბას სიტყვენ. ჯანდაბას მეც არა. კარგს არაფერს. როგორ შეაფასეთ იმ აქციას, რაც პროტესტო აქციებზე ხდება? მინუსი ყველაფერი. რა დროის იგი არის? არ ვიცი, მეც არ ვიცი. ევროპაში უნდა შესვლა, მაგრამ მინუსში შესვლას ესეც არ ვიცი. არავინ აფიშს ჩვენ ევროპაში წახვას. ნათქვამი არის ძალიან შეჩერებული არის ამ ეტაპზე, ხო? ესენი არიან ვინც იქ დგას 5% მხოლოდ ამ მოსახლეობის და დანარჩენს არ ეკითხებიან. სრულიად აპოლიტიკური გახლავართ, მაგრამ გარდა ამისა არანაირად არ მომწონს ის რაც ხდება, მიუღებელია ძალადობა ჩემთვის. უბრალოდ ქართველები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. მე ყველას აზრს ვცემ პატივს. მაგრამ ძალადობა მიუღებელია. მე არ ვემხრობი იმ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან აქციაზე და თან სხვებსაც მოუწოდებენ, რომ ამ არეულობაში მიიღონ მონაწილეობა. მთავრობამ უნდა მოქმედოს ისეთი კანონები გამოუშვას, რომ შეწყდეს ეს ყველაფერი. მიუღებელია. ყვა გონება დაბინდული ადამიანმა ჭუაზე მოეგონ და საქართველოს ნუაცინინ ამ ხალხს რომ ვიღაც ჩამოსული ევროპის ხალხი რომ უყურებს ამას, ეს არ ქართველებს არ ჩვევია. მეცოდება ახალგაზრდებმა ასე არ უნდა გააკეთო. შეჩედით, გევედრებით, მე მაგუდის გამოცხადება თქვა ახალმა. შეჩედით, დაგინდა მომლოდინე ომი. საქართველოს პატრიარქი თქვენთვის ლოცულობს ხალხო, გაიგეთ. ეს არის, რასაც ქუთათურები ქუჩაში თავისუფალ მიკროფონთან ამბობენ. ეს კი, რასაც ნაცმედია ხალხის აზრად ასახებს. სინამდვილეში კი ომის პარტიის დაფინანსებული NGO-ებისა და პარტიების წევრების მოწოდებებია. გამოდით, ხალხო, გარეთ, გამოდით. აღარ არის სახში ზომის დრო. ხალხო, რა გაჩერებთ სახში? პუტინი აქებს საქართველოს ხელისუფლებას. რუსეთში ვცხოვრობ, რა დგოს ოპოზიცია, რა დროს პარტია, რა დროს პოლიტიკური მოთხოვნებია. ამ პოლიციელებსაც ვეუბნებით. დღეს იანუკოვიჩი მოხდა საქართველოში. დღეს უნდა მოხდეს რევოლუცია. არავით არის მშვიდობიანი არჩევნები, მხოლოდ რევოლუცია, ხალხი ქუჩაში. არ გახსოვთ ის პერიოდი სიცილით რო ხდებოდნენ, ხარხარებდნენ, რომ მშვიდობა გინდათ. ეხლა ესეც აღარავის აღარ ახსოვს. ის კანონიც აღარავის აღარ ახსოვს რუსული კანონი. ახლა მოძალადე ხელისუფლება გამოვიდა.
არჩევნების გაყალბების უამრავი საბუთი რომ ჰქონდათ, ისიც დაავიწყდათ და საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნაც. მიხვდნენ, რომ ეუთოოდირის პოზიტიური დასკვნის შემდეგ უკვე სასაცილო ჟღერდა. აღარც სადავო კანონები ახსოვთ და აღარც ჩინეთთან ხელშეკრულება. ახლა უკვე პირდაპირ ითხოვენ ძალაუფლების გადაბარებას. საბაბი ასე უნდათ და მორჩა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების შემდგომ ეს უკვე მეორე მცდელობა იყო, რომ დესტრუქციული ოპოზიცია რამენაირად ხელისუფლებაში მოსულიყო. მათ შორის პირველი მცდელობა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მათ ჩაუვარდათ ძალიან მალევე. რაც მეორე მცდელობაზე გააკეთეს, ეს არის ევროპის სახელით და ევროკავშირის მიზნობრიობით ახალგაზრდების და ადამიანების ქუჩაში გამოყვანა. რაც ვიცით, რომ ძალიან კარგად გამოსდით ხოლმე იმის პარალელურად, რომ ვერანაირ ფაქტებს ვერ მოგვიტანენ საქართველოს რა ფორმით ან რა გადაწყვეტილებით შეიცვალა ევროკავშირის კურსი. გადავინაცვლოთ ბათუმში, სადაც ნაცმოძრაობას ყველაზე მსხვილი აქტივი ჰყავს და არაერთი აქციაც მოაწყეს. თუმცა ხალხი აჯანყებისკენ მაინც ვერ მიხავთ და აქციაზეც კი ვერ აღწევენ რადიკალიზაციას. რა საპროტესტებთ? რა არის თქვენი მოთხოვნა? მითხარით რა საპროტესტებთ? რა არის თქვენი მოთხოვნა? მეთქვით ვინმე რა არის თქვენი მოთხოვნა, რა საპროტესტებთ? რა საპროტესტებთ? რა არის თქვენი მოთხოვნა? არ გვინდა ვიძე არ შეჩეს. გადავდივართ ქმედებებზე და დღევანდელი ჩვენი ქმედება არის შემდეგი, რომ ეხლა მეგაფონით ჩვენ გადავინაცვლებთ წინ და გავაგრძელებთ მსვლელობას საბაგიროსთან დღეს ცოტა ხნით გადავკეტავთ ქალაქს. შესასვლელი და გამოსასვლელი ქალაქის იქნება გადაკეტილი. რა საპროტესტებთ? ინტერვიუსგან შევიკავეთ ხავს. არ ვაძლევს ინტერვიუს. არ ვიძლევი კომენტარს. რატო ხარ პროტესტი? რა საპროტესტებთ? რა გაქვთ ხალხსათქმელი? არაფერი. ისე ხართ უბრალოდ? უბრალოდ როგორ? მინდა მშვიდობა და ბავშვების ბედნიერება. უცნაურია, მაგრამ იმ ბათუმელებს მეტი აქვთ სათქმელი, ვინც აქციებს არ უერთდება. თუმცა აბა მათ ვინ მისცემს მიკროფონს? ბიჭებო, თქვენი ქცევი, თქვენ ქვეყანას დაღუპავთ, თქვენ მოსლებას კი არ ებრძოლებით, ქვეყანას ღუპავთ. სიტუაცია კრუქში რაფერია, იცით? დედა რო გვეტირება. ყველა ჩვენი მეზობლები, კაი მეზობლები რო ყავს კრუქში, ყველა ელოდება რომ აქანე ეირევა სიტუაცია. ამდენი ნეგატივი, ამდენი უარყოფა, ამდენი დედის გინება როგორ შეიძლება ქართველები ვარ და ჩართავ კანალს და დედის გინება და რა ვიცი 1000 უბედურება რაც უღირსი საქციელია, არ შეიძლება ასე. ეკრანიდან, პოლიტიკოსის პირიდან, ჟურნალისტიდან, ჩვეულებრივი ისა ახალგაზრდები არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რა. ამას უნდა მოიღოს ბოლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე რას? მაგაზი ბოლოს მაი მოხდება. მეტი გზა. თქვენი რეაქცია რა იქნება ამ შემთხვევაში? ჩემი რეაქცია იქნება დავწვევი და ვიძინებ. მეტი რა გავაკეთო მე. მე ჩხუბი არ შევიძლია და ლაპარაკი პოლიტიკა. და მესამე ჯერ ხდება თუ მეოთხე ჯერ ლაპარაკი. როგორ მოდის? არ შეიძლება დააჯდენ უნდა და მოილაპარაკონ უნდა. თუ გვინდა მშვიდობა და გვინდა განვითარება, ასე უნდა. მე ვერავინ ვერ დამაჯერეს რომ ან ერთი მხარე, ან მეორე რუსეთისკენ იყურებოდეს. გამორიცხულია. ამით სარგებლობენ და სპეკულაციას აკეთებენ. მთელ ქვეყანაზე დახალთა შორის იყოს წეული, ის იყოს ყული, ისაც არ წამდეს და არ უყვარდეს ზმობა, ერთობა და სიყვარული. მოდი სიყვარული გავმართოთ. ამენ. ქართველები ვართ, საქართველოს თირამე, როგორ შეიძლება? ასეთია ბათუმელების აზრი და აი რას აჩვენებს ნაცმედია. სრულ რადიკალიზმს, რომელიც ერთიანად ნაცმოძრაობის დადგმულია. არ შევარჩინოთ, არ შევარჩენთ აი ამ ყველაფერს. ეხლაც როიყვალა და პოლიცია ჩააყენა. ის რა ხება წირდება აქ შესვლა. არავის არ წირდება აქ შესვლა. ჩვენ ისედაც შევარდა. ესენი მსახურებენ ყველაფრის გადაწყვეტას. ვისთვის არის ეს დიდი შოუ? ადგილობრივი მოხმარებისთვის ნაკლებად, უფრო გარე პატრონების წინაშე ქულების დაწერას ემსახურება. იქიდან მხარდაჭერისა და ანტისამთავრობო განცხადებების მისაღებად.
ერთი ასამთის გაკვრა რომ ვიღაცამ დაამატოს უბედურება დატრიალდება ქვეყანაზე და იმისე იცველად რომ იყო 30 წლის უკან იმის დანატოვა უბედურებას დღესაც ვიმკით. ძალიან დიდ საფრთხეს ხედავ სიმართლე გითხრათ და ყველაზე მეტად მეშინია იმის რომ აი ეს ყველაფერი და ვითომ ბჭყალებში მათი მშვიდობიანი აქცია არ გადაიზარდოს სამოქალაქო ომში და არ დაზარალდნენ ის ადამიანები ვისაც უნდა პირველ რიგში მშვიდობა და იცხოვროს მშვიდობიანი ცის ქვეშ და ჩვენ თავზე არ წვიოდეს ბომბები. მე თამაპატია ყურბუროდადოს კაცო დასაკეთე ადამიანი და მე შემეუბნები მე ქრისტიანი ვარო და შენ გინდა რომ ხელისუფლებაში მოვიდე და შენ დაგემორჩილო კაცო ეხლა რო ჩამოვიდნენ იქ ვიღაც პეშკები რა სრულად სიტყვით იმ ევროკავშირის ვიღაცები არაფერი არ არის ჩვენ თავრობას არ დაველაპარაკები ჩვენ რადი რა ვის საშიჭირდები რა ვინ დაგპატიმრებს იმან რა ქვიან სალომიშვილი თუ რა გვარია ის კაცო სამედაშვილი არა ზურაბიშვილი რა რაც ვარი მინდა იმის და ერთ არაფერი რა საპროტესტებენ იმას რასაც ჩვენ თავრობას უნდა თქვეს ნათლად თქვეს გასაგებად თქვეს რომ 28 წლიდან ჩვენ აუცილებლად ამაზე ვიმუშავებთ ჩვენი გეზი კონსტიტუციაში არის დაფიქსირებული მე მაგალითად შეშფოთებული ვარ ძალიან არ მომწონს არადა ეს აქციები არ არის ეს არის ძალადობა იქნებ ცდილობოდა მე არ ვიცი მაგრამ ჩემი საზრით ახლა ქვეყანა ცოტა ჯობესდება რაღაცაზე მსგავსება და ეს არეულობა უკან დავწერთ მე როგორც რიგითი მოქალაქე ვინც ავიღები არა და ვინც იქ დგან იმად დაუშვე ასეთია ზუგდიდელების განწყობა ქუჩაში ახლა ვნახოთ როგორია ის ნაცმედიის ეკრანებზე ჩაატარეთ ხელახლა არჩევნები თუ ხართ გამარჯვებულები აღიარეთ მაშინ თქვენი გამარჯვება ოღონდ ისე არა ჩემ სამუშაო კაბინეტში სიგარეტის ნამწვავები როყრია მე არ ვეცები არც არასდროს მომიწევია მადლობა ეს გახარიას პირადი პოეტია ზუგდიდის საკრებულოში თუმცა ნაცმედია დემონსტრანტ აქტივისტად ნათლავს გამოყვებით საქართველოსთვის გააფერადეთ 25 პარტმუშაკებს და ნაცენჯეოებს ეძლევათ მხოლოდ მიკროფონი. არც ერთი აქციის ორგანიზატორი სხვათა აზრს ქუჩაში შეკრებილთა ყურამდე არ უშვებს, ისევე როგორც ნაცმედია. დახშული აქვთ საზღვენი აპარატები და არის საზოგადოების ხიჭინა გაბრაზება, გამომდინარე იქიდან რომ მიტაცებული აქვს და კონსტიტუციური გადატრიალება ჩადენილი ქვეყანაში. ეს სამართლიანი არჩევნების რეგიონული შეფია. ორგანიზაციის, რომელმაც 2020-შიც გააყალბა ეგზიტ პოლები, რასაც ქუჩის აქციები მიაყოლეს და გადატრიალებას სცადეს. საქმეშია ჩართული სოროსის ფონდიც. ჩვენთან არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი არჩილ დოდუაც, ის არის ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ხელმძღვანელი. არის ძალიან დიდი ერთობა, ის ერთობა, რომელიც არის ფორმულა, რაც მოგვიტანს ჩვენ სახელოვან გამარჯვებას. ხელისუფლების დამხობის სქემის დაფინანსება და განხორციელება ჩანს NGO-ების გავლით ხდება. მათ ყველა რეგიონულ აქციაზე ნახავთ. გამჭვირვალების კანონი ხელებს შეგვიკრავს უყიროდნენ, მაგრამ აშკარად არაფერი შეხებიათ. ისინი აღვივებენ შუღლს და რადიკალიზმს, უბიძგებენ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც საბოლოო ჯამში ისევ რუსეთს აძლევს ხელს, რომელსაც თითქოს უპირისპირდებიან. ისინი რო არიან სპეციალურად ავარჯიშებენ, საზღვარგარეთ დაყავენ ეს გადაბრუნება როგორ უნდა მოხდეს. რადგან საზღვარგარეთ დაყავენ, ის ხო არ გონია თქვენ მანდამაიც ის ევროპელები და ამერიკელები ამზადებენ. შეიძლება ევროპელი და ამერიკელი სტრუქტურები ამზადებენ, მაგრამ ამზადებენ რუსეთისათვის. მათთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია. ფაქტიურად უცხოეთიდან წამოსული დაფინანსება წლების მანძილზე დახარჯული მათზე დახარჯული ფული ახლა მათმა დამკვეთებმა უკან გამოითხოვეს იმის სახით, რომ ამ ადამიანებს ყოველდღე ატარებენ აქციებზე და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აძახებინებენ სხვადასხვა არაობიექტურ ასე ვთქვათ სლოგანებს. რეალური მოთხოვნა კი იყო ხელისუფლების შეცვლა, რომელიც პირდაპირ ოპოზიციის დღის წესრიგია. შეიცავდა რევოლუციურ მომენტებსაც, იმიტომ რომ უნდათ ქვეყნის ხელისუფლების გადაგდება და რევოლუციის გზით მთავრობის შეცვლა. თუ იცით თბილისში აქციის მონაწილეები რა სიტყვენ? რა სიტყვენ? ყუიას. მე პირდაპირ ვიდახი. ის აქციის მონაწილეები, არა, უნდა დაიჭირო და რასაც მე დღეს უყურე. დიდ ახალგაზრდა ბიჭია. ხე საჭირის ბიჭო. აი რა ადგილი შვილო ის ხე.
აი რას უშლიდა ის ხე? რუანგირო და ბიჯვარს რო ურახუნებს და მოტეხვას უპირებს, რას უშლისა? თუ მაგათ მართლა ქვეყნისთვის კარგი უნდათ. მოიდეთ შენავსა, ეგეთ აბას ვინმე გააკეთოს არა, აი ჩემი ქალაქია ვინაცოლე მე. იმას იქვე დავაჭირხელებს. თავზე დაგვაცხდნენ. ყველაფერს კადრულობენ და რა უნდა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე არ მომწონს ეს რადიკალური ჯგუფებისგან ეს დაპირისპირება, უარყოფა აგრესია გამორიცხულია ჩემგან. მე მშვიდობის მომხრე ვარ. გასამართლებელი არ არის ის, რასაც აკეთებენ, რომ ამტყევენ და ამსხვრევენ ყველაფერს. თორე ყველას თავისი აქვს აზრი. არ მოიტაციგეთ ეს ექსაკება. ჯობია მშვიდობა იყოს და კარგობა იყოს. აი რო ესვრიან ესენი იმათ რო ესვრიან, პოლიციელებს რო ესვრიან, ის კარგია. ის კარგია, იმას არ აჩვენებენ და იმას აჩვენებენ, როცა პოლიციელები ამათ საწინააღმდეგოდ მოდიან. იმას კი აჩვენებენ, არა? ავიღებ იარაღს და საწინააღმდეგოდ წავალ იმათ. ალბათ თავად თელაველებმა იყო ჩაღეს, რომ თბილისიდან ჩასულ ლიბერალ ფაშისტებს ქალაქი არ დაუთმეს და 50 კაციანი აქცია NGO-ების მიერ დაფინანსებულმა აქტივისტებმა სტუდენტების სახელით შეაკოწიწეს. ჩვენ გვინდა ევროპა, გვინდა ევროპული კურსი, არა რუსულ რეჟიმს, ასეთი არის მათი მხრიდან მოწოდებები. 50 კაცს ვერ გასცდა ფეიქ აქციები ახალციხეშიც, ხოლო სკოლის მოსწავლეთა აქციაზე 10-მდე ბავშვს მოუყარეს თავი. არ გვინდა რომ რუსეთში გავიღვიძოთ და რუსეთში ვიცხოვროთ, გვინდა რომ აქციაზე ვიდგეთ და ვაპროტესტოთ ეს არჩევანი. თუმცა ეს ნაცმედიის ნასწავლი ტექსტია. ხალხი კი ახალციხის ქუჩებში სულ სხვას ამბობს და სხვა აზრი აქვს. არჩეს ის მთავრობა და იყოს რა ჩხუბობენ, რის ჩხუბობენ, რა დაკარგეს. მე მგონი ეს მთავრობა ძალიან კაი მთავრობა არის. იცხოვრეთ ნორმალურად, მშვიდობად. ხო, მაგაზე კარგი რა არის, რამდენი ოჯახი გააპუჭეს. რამდენი ოჯახი, რატო, რის გულის? აქციების სისულელი არის, რასაც აკეთებენ ჩვენი ოპოზიცია. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვი. ეს არის პირდაპირ რუსეთს რო ეძახენო, რუსეთისკენ არის მთავრობა, თვითონ აკეთებენ. ეს თუ ოპოზიციამ გაიმარჯვეს, ერთი ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ რო გაიმარჯვეს, მეორე დღეს რუსია ხშებოდა და რუსის ჩეხმა გადაულის მაგათ და ჩვენ. ძალიან მეშინია, მაგრამ ვთვლი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ახალგაზრდებს გსურს. უმჯობესი იქნება ეს აქციები თუ ჩაივლის რაღაც მშვიდობით და არ იქნება მსხვერპლი. არ მომწონს რა ეს არეულობა არ მომწონს. არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, არ ვარ პოლიტიკაში არ ვერევი და არ ვარ დაინტერესებული. არა, არ ვიყურებ. არ მცალია მადლობა. აქციები ნორმალურია ქვეყანაში? ნორმალურია, კარგია. აი აქ ორი ნაბიჯი. კარგი აქციები იქნება ხანდახან. რა თქმა უნდა, ისევ ფასდაკლების აქციების ჯობს რადიკალური ლიბერალ ფაშისტების ყრილსა და მოლოტოვების სროლას და ეს ახალციხეში კარგად ესმით, ისევე როგორც რუსთავში. სულ ყველა გიჟები არიან, არავის არ უყვარს სამშობლო, თავისი სამშობლო და თავისი ერი. სწორია მათი პოზიცია. როგორ არის შვილოსწორი, არანაირად. ზვიადასროდან მოკიდებული აქციებზე ვიყავი. კარგი არაფერი მოუტანია არც იმ დროს. ძალიან უარყოფათ, ძალიან. კანო შარჟდება მაგათი ეს აქციები. იმიტომ რომ იციან, რომ არ გაყალბდა არანაირად არჩევნები, მაგრამ მაინც თავისას აწვევიან. მე არ ვენდობი აქციებს. გვატყვილებენ ყველაფერს. ჩვენ უყურებთ ამ აქციას და რა ხდება? როგორც კი იწყება ძალადობა, აქცია აბსოლუტურად იცლება და რჩებიან მხოლოდ მოძალადე 200-300 კაციანი ჯგუფი. ჩვენ ამაზეც ვლაპარაკობთ წინასწარ და ჩვენი გუნდი ამაზეც ვლაპარაკობდა, რომ ისინი არიან დატრენინგებული, ძალიან კარგად გაწვრთნილი ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. ჩვენ უყურებდით აქციას წინა ფლანგზე ყავდა, ასე ვთქვათ, სახეებად დაყენებული ახალგაზრდები, თუმცა ამ ახალგაზრდების უკან იკითხებოდა ოპოზიციური ლიდერები. დავიწყოთ წინა ფლანგზე მყოფი ყველაზე რადიკალური ახალგაზრდების ჯგუფისგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ რომ დატრენინგებული და კარგად ნასწავლი რადიკალები იყვნენ, ვინც მათ შორის ძალიან გააზრებულად
ლეწავდნენ და აზიანებდნენ ვიდეო კამერებს იმისთვის, რომ მათი იდენტიფიცირება და ამ პროცესების ასახვა არ მომხდარიყო. მეორე ფლანგი უკვე, რაც უკან დგომი ახალგაზრდები იყვნენ, ეს არიან ადამიანები, ვისაც ალბათ დიდწილად ოპოზიციური განწყობები აქვთ და ამ ახალგაზრდებს დააჯერეს, რომ თითქოს რაიმე ცვლილება მოხდა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსში. რა არის მათი მომავალი გეგმა? ეს არის აბსოლუტურად ბუნდოვანი. ხალხი ახლა აქციებზე დადის, რაღაც პროტესტს გამოხატავს, რაც მადინებაა, მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი დაემგონა უკვე არაპოლიტიკურ აქციას, არამედ რაღაცა სეირნობას. შემდეგი გასეირნება ალბათ ორბელიანების სასახლე იქნება და ზურაბიშვილის გადაბარგება, რომელსაც ვადა დღე-დღეზე ეწურება. გასული საუკუნის 90-იანების შემდეგ, როდესაც საქართველოში წარმატებით წაახალისა სამოქალაქო ომი, ამჯერად მისია ვერ შეასრულა. ზვიად გამსახურდია როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა. ამისთვის თენგის კიტოვანს, ჯაბა იოსელიას, თენგის სიგუას და მთელ ოპოზიციას დიდი მადლობა. სალომე ზურაბიშვილი 1992 წლის 7 იანვარი. ესე იგი მიულოცა აი ამ სამ მკვლელს მიულოცა ესე იგი დიქტატორის დამხობა და პლუს ამას მიულოცა ეს ტრაგედია, რომელიც საქართველოში დატრიალდა. ის არის ფრანკ მასონი, ის თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგეთ იმის ტვინში რა ხდება, იმიტომ რომ მაგალითად მოდარაჯეს სიტყვას ის უწოდებს მოძაძაძეს. ფაქტია, რომ საქმე ვერ გააკეთა. მორიგი პუტჩი არ გამოუვიდა. თუმცა ჩემოდნების ჩალაგება არც კი დაუწყია. აცხადებს, რომ იყო, არის და რჩება პრეზიდენტად. რაზეც დასტური ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კი მისცა, თუმცა ვადა მასაც ამოეწურა. და შესაძლოა საშობაო ვარდადეგებზე ორივე ერთ ციგაზე ვიხილოთ, თოვლზე როგორ გასრიალდებიან. Come on,